მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო. დღეს როგორც უკვე ანონსიდან შეიტყვეთ, დღევანდელი სახამო ეკუთვნება ეს 1 საათი მრეწველთა პარტიას, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს. ჩვენ აქ სტუდიაში ყოფი აკადემიკოსი დემურ ბაშელიშვილი და თქვენი მონამორჩილი ზურაბ ტყემალაძე ვეცდებით მოკლე მიმოხილვა ამ 1 საათის განმავლობაში გავაკეთოთ იმ მიმდინარე პროცესებისა და მიმდინარე პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ და არა მარტო პოლიტიკური ყოფითი პრობლემების შესახებ, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში არის და რა მდგომარეობაშიც ვართ. ბატონო დემურ, ხომ არ მიესალმებით და მე თქვენი შემართვით ვისარგებლებ ასეთი შესანიშნავი შემთხვევით, მივესალმებით ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ერთობ დაძაბული პოლიტიკური დღეებია, მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენგანი, თითოეული მოქალაქე ჩვენი ქვეყნის აუცილებლად ელის იმ სასიკეთო ძვრებს, რომელიც აუცილებლად ჭირდება ჩვენს ქვეყანას. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი ჩვენი მოკლე მიმოხილვა იმ მდგომარეობისა, რა მდგომარეობაში ჩვენი ქვეყანა და ყოველგვარი ის მიზეზები, რომელიც ალბათ ამ მდგომარეობა შექმნა, ჩვენი მკითხველის, ჩვენი მსმენელის, ჩვენი მაყურებლისა და თქვენი მონამორჩილების ერთობლივი ჯაბაასით, ალბათ საინტერესო დასკვნამდე მიგვიყვანს და ხვალინდელი დღის იმედს კიდევ მეტად ჩაგვისახავს. მე ალბათ არ ვიქნები სწორი, რომ დღეს რაღაც მიმოხილვა გავაკეთოთ და არ შევეხოთ. ხო, მიმოხილვას არ შევეხოთ იმ აქტუალურ პროცესს, რაც განვითარდა ამ ბოლო დღეებში, ესე ვთქვათ, სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით. ყველასთვის ალბათ უკვე ცნობილია, რომ კოალიცია ქართული ოცნება არაერთხელ და მრავალჯერ დაჯარიმდა ესე ვთქვათ, გარკვეული თუ გაურკვეველი მიზეზების გამო და საკმაოდ დიდი ოდენობით ჯარიმა დაეკისა მას გადასახდელად. მე არ შევეხები ადრეინდელ გადაწყვეტილებებს, რომელიც მიღებულია კონტროლის პალატის მიერ და რომელიც დადასტურებულია სასამართლოს მიერ. მე შევეხები ბოლო პროცესს, რომელიც კოალიციაში შემავალ 6 პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა. მე მინდა გითხრათ, რომ სულ რაღაც 1 კვირის წინ, შეიძლება 10 დღის წინ, შემთხვევით ინტერპრეს ნიუსის საშუალებით გავიგე, რომ თურმე კონტროლის პალატა გვედავება მათ შორის ჩვენ პოლიტიკურ პარტიასაც, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, რაღაც თემაზე და რაღაც საკითხზე, რომელზედაც სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ვიყავი საქმის გულში. მე თვითონ ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, როცა ისინი წერდნენ, რომ თურმე ჩვენ მოგმართეს, მოგცეს ვადა, 5 დღის ვადაში უნდა გამოგვესწორებინა ეს მდგომარეობა, ჩვენ ჯიუტად არც გამოვასწორეთ, არც პასუხი მივწერეთ, რომ არაფერ ღონისძიებას არ ჩავატარებდით. ამის შემდეგ ავდექი ავიღე ყურმილი და დავრეკე კონტროლის პალატის ხელხაზზე და ვკითხე, არის ესეთი პრეცედენტები ბუნებრივია და მოვიკითხე, რომ კი, მაგრამ რომ ედავებით პრესის საშუალებით თითქმის უკვე დამნაშავედ გამომიყვანეთ და შეიძლება სახჩუველოსაც ამიყვანოთ, იქნებ მითხრათ რა შეა საქმე და რა არის და როგორ არის, როცა მე არაფერი არ მემიღია. დამპინდე რომ გეტყვით, ეს იყო 3 თუ 4 საათი აღარ მახსოვს, საღამოს 8 საათამდე ვერაფერი ვერ გამწეს პასუხი და 9 ნახევარზე დამერეკეს თვალწების პერიოდი იყო დამერეკეს და მითხრეს, რომ იცით რა, აი სამართალ დარღვევის ოქს თუ გინდათ ახლა სახში გამოგიზავნოთ, თუ გინდათ დილას მოგართვეთო. მე ვთქვა, რა თქმა უნდა, როგორც წესია, დილას მომიტანეთ ოფისში და გავეცნობით. გავეცანი რაღაც აბსურდულ ბრალდებას, ეგრეთ წოდებულ ბრალდებას, დავას, რომ თურმე ჩვენ დანაშაული მიგვიძღვის იმაში, რომ რომელიღაცა ორგანიზაციას, პირობითად ვთქვათ, რომელიღაცა ორგანიზაციისთვის გაუკეთებია უფასო მომსახურება, რომელიც უნდა აღსახური ყოფილიყო ანგარიში, ჩვენ თურმე არ აგვისახია და ამისათვის გვეკუთვნის ჯარიმა. და ეს ეხება თებერვალ-მარტის პირველ ნახევარს, როცა ჩვენ საერთოდ კოალიციის წევრები არ ყოფილვართ, ისე ცნობისათვის მინდა გითხრათ, რომ მოსახლეობა მიცოდეს, ალბათ იცის, მაგრამ ახლაც, რომ კოალიცია, როგორც ესეთი დამოუკიდებელი იურიდიულ პირად არ არსებობს, ყველა 6 სუბიექტი არის
ცალ-ცალკე დამოუკიდებელი იურიდიული პირი, ჩვენ გვაქვს გაცხადებული მიზნები პოლიტიკური, რომ ერთად მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, წილას არჩევნო კამპანიასაც ბუნებრივია ერთად ვეწევით უკვე და ჩვენ ამ ფერხულში ჩართული ვართ მაისის ბოლოდან პირველი ივნისიდან. ჩვენ გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება ოფისების არენდით, იჯარით აღების თაობაზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 70-ვე რაიონში მინდა გითხრათ, მაგრამ გაფორმებული გვაქვს პირველი ივნისის შემდეგ და ჩვენ თურმე გვედავებიან რაღაც არ ვიცი კიდევ მინდა გითხრათ, რაღაც დანაშაულს თებერვალ-მარტის თვეში. უფრო მეცაც გეტყვით კი ბატონო, დილას რომ მივიღე 4 საათზე, იმავე დღის 4 საათზე სასამართლო მოსმენა იყო დანიშნული, მივედით, მოვისმინე, მაგრამ ვერაფერი ვერ მოვისმინე. რატომ? იმიტომ რომ ჩვენი პოლიტიკური პარტია, გარდა იმისა, რომ მოთხოვნა იყო, რომ ჩვენ დავჯარიმებულიყავით სოლიდარულად დანარჩენ 5 პარტიასთან ერთად, რაიმე ბრალდება ჩვენს მიმართ ნათქვამი არ ყოფილა, არც წერილობით, არც სიტყვიერად. მე ხომრობით უთხარი კიდევაც კონტროლის პალატის წარმომადგენლებს გინატყვილი გინამართალი თქვი, მაგრამ მაინც ახსენე მაინც მრეწველები რომ თუ რაში ვართ დამნაშავენი. ანუ არც დახსენებიც კი არ ყოფილა, უფრო მეტის სასამართლოს გადაწყვეტილების მოგვიანებით ეს გადაწყვეტილება საკმაოდ ირონიულად იქნა მიღებული, არც იქ არ არის დასაბუთებული თუ რა ბრალი მიგვიწვდის და რა დავაშავეთ ან რისის გვაჯარემებენ. სასამართლოს გადაწყვეტილება სხვათა შორის ძალიან საინტერესო წარიმართა. პროცესი სულ რაღაც 50 წუთში დამთავრდა. მოსამართლე ეთყობა არ ელოდებოდა და ეთყობოდა და რაღაც აჟიოტაჟს ელოდებოდა იქ რომ ვიღაცა სკანდალს მოვაწყობდით, მაგრამ 7 ვითარებაში ჩაიარა, იმიტომ რომ სათქმელიც კი არაფერი არ მქონდა, მე გამოვიდა თქვა, ხა ეს იმას ნიშნავს გამოვიდე და მომტკიცო რომ სპილო არა ვარ მეთქი, რომ ცოტა უხარხულია ალბათ. მოსამართლემ ბრძანა რომ გადიოდა და 20 წუთში გამოვიდოდა და გადაწყვეტილებას გაგვაცნობდა. გამოვიდა 9 საათში, მაგრამ ბრძანა რომ იცით რა, იმდენად რთულია რომ გადაწყვეტილების გამოტანა გამიჭირდა და აქედან გამომდინარე მოდით ხვალდილას გამოგიცხადებთ, ეს უპრეცედენტო შემთხვევა მინდა გითხრათ, იმიტომ რომ როცა მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას და გადის სათათბირო ოთახში გადაწყვეტილების გადაჭერის გამოსატანად, მას უფლება აღარ აქვს ვინმესთან ქონდეს კონტაქტი, მან მხოლოდ უნდა გამოვიდეს და გამოაცხადოს თავისი გადაწყვეტილება. ნუ მეორე დილას რა თქმა უნდა, ჩვენი გამომტყუნებელი ესე ვთქვა გადაწყვეტილება გამოიტანეს. ანალოგიური მოხდა 2 დღის თავზე, როცა საკასაციო პალატამ განეხილა ეს საკითხი და ესეთი რამე, იცით რა, ყველაფერი მისვენია, ყველაფერი მინახია, მაგრამ ის რომ არც კი გეუნებიან რაში ხარ დამნაშავე და ამიტომ გაჯარიმებენ და არ იფიქროთ რაღაც პატარა თანხით არის დაჯარიმება, ჩვენ დაწყილად ესე ვთქვა 9 მილიონი ლარია. მეცინება ახლა თუცა რატო უნდა მეცინებოდეს, მაგრამ მეცინება იმიტომ რომ ძალიანაც დიდი სურვილი რომ მქონდეს რომ მე ჯარიმა გადავიღე, ჩვენი ჯარიმა გადავიყაროთ, რა თქმა უნდა ვერ გადავიღეთ, იმიტომ რომ ამის არც მატერიალური და არც არანაირი საშუალება ჩვენ არ გავგვაჩნია. რისკენ მიდის ეს, რა უნდა სასამართლოს, რა უნდა კონტროლის პალატას, საერთოდ გამოვეთიშოთ არჩევნებს? არა, ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს. ჩვენ აურჩევლის იმედი გვაქვს. ქართულ ოცნებას ყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი, ქართული ოცნება გაიმარჯვებს, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ მას ძალიან ბევრი მომხრე და ძალიან ბევრი ადამიანი უჭერს მხარს. კი ბატონო, მოусმენთ მაყურებელს ყურადღებით. გამარჯობა ბატონებო. გამარჯობა ჩემო ბატონო. ბატონო ზურაბ. დიახ ბატონო. მაგ თქვენთან ასეთი შეკითხვა. ძალიან ბატონო. თითქმის 20 წელიწადია ტანჯვერში ვარ და ომში ვარ და უბედურებაში ვარ. რომ ჩვენ ვერ გავიხარეთ მოსახლეობა, მაგრამ მე მინდა გითხრათ ახლა თქვენ ასეთი კითხვა დაგისვათ რა. ძალიან გინცო. სულ იცახეთ მრეწველობა გადაარჩეს საქართველოსთან. ჩვენს გარდაია ყველა აისრაფია ოპოზიციონერებიც იძახიან მეუშელი საქართველოს როდის შეშება და როდის გადაარჩენ საქართველოს სულთნას დავიღუპები. კი ბატონო მოგახსენებთ. პირველ რიგში მე მინდა გითხრათ ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია 99 წელს დაარსდა და ნამდვილად იმ დღიდან ჩვენი პოლიტიკური პარტიის დევიზი არის გადავარჩინოთ მრეწველობა და მრეწველობა გადაარჩენ საქართველოს. ჯერ მრეწველობა სჭირდება, ეკონომიკა სჭირდება გადარჩენა, ეკონომიკა სჭირდება მიხედვა, წარმოება უნდა დადგეს ფეხზე და მხოლოდ ამის შემდეგ წარმოების განვითარებისა, წარმოების გადარჩენის და მრეწველობის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების შემდეგ ეშველება ჩვენს ქვეყანას.
დამიჯერეთ არაფერი არ იქნება საშველი ქვეყნის თუ ქვეყნის ეკონომიკა ესეთ მდგომარეობაში იქნა როგორ მდგომარეობაში დღეს არის არაფერი საშველი არ იქნება ჩვენი თუ ამდენი უმუშევარი გვეყოლება ამდენი ფაბრიკა ქარხნები გაჩერებული და გაპარტახებულები იქნება საშველი ნამდვილად არ იქნება თუ წარმოების განვითარებისათვის და როცა წარმოებაზე საუბრობთ როცა მრეწველობაზე საუბრობთ როცა ბიზნესზე საუბრობთ მე მინდა გითხრათ რომ წარმოება არ არის მხოლოდ და მხოლოდ ქარხნები ჩარხები და ასე შემდეგ წარმოებაში შედის ბუნებრივია აი ის ესე ვთქვათ ორგანიზაცია სადაც ჩვენ ვიმყოფებით ანუ ტელევიზია ესე წარმოება ისინი უშვებენ პროდუქციას აწოდებენ მოსახლეობას და ხდება მისი რეალიზაცია თეატრის კინოს გადაღება თეატრის დადგმა წერლის მიერ წიგნის დაწერა ჩემო ბატონო პოეტის მიერ ლექსების შექმნა რომელიც პროდუქცია იქნება და მიეწოდება მის მომხმარებელს ეს ყველაფერი წარმოებაა აქედან გამომდინარე როცა საუბრობთ წარმოებაზე დამერწმუნოთ საუბრობთ ყველა ჩვენთაგანის ოჯახზე იმიტომ რომ ყველას არ არსებობს ალბათ ოჯახი რომელ ოჯახის ვიღაც რაღაცას არ ქმნის ანუ არ მუშაობს ისეთ ადგილზე თუ კი მუშაობს რა თქმა უნდა რომ რაღაცა პროდუქცია არ იქნებოდეს ინტელექტუალური იქნება ეს შრომითი პროდუქცია რაღაცა ნედლეული იქნება თუ საპროდუქცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ აი ამას ვიძახით ჩვენს ყოველთვის და არა მარტო ჩვენ ამას საუბრობთ უკვე არა მარტო 99 წლიდან არამედ 94 წლიდან როცა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა მინდა ვთქვა რომ წავიდა ძალიან ცუდი მიმართულებით მანამდე იმ 4 წლის განმავლობაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საერთოდ არ არსებობდა მაგრამ 94 წლიდან ჩვენი ქვეყანა ეწევა პროიმპორტულ პოლიტიკას რომელიც დამანგრეველია და დამაქცეველია ადგილობრივი ეკონომიკისათვის ამაზე ჩვენ კიდე გვექნება ალბათ მომდევნო ასე ვთქვათ მომდევნოთ კიდე საუბარი და ჩემი პასუხი ეს არის გადავარჩინოთ მრეწველობა გადავარჩინოთ წარმოება გადავარჩინოთ სოფლის მეურნეობა ჯერ კიდევ სანამ შეიძლება და ნამდვილად გადარჩება საქართველოს წინააღმდეგ შემთხვევაში ნამდვილად დიდი პრობლემების წინაშე დავდგებით მე თქვენი საბჭოთა უსმენთ კიდე მაყურებელია და ბოდიში გამარჯობა ბატონო ბატონო დიახ ბატონო თქვენ 99 წლიდან როგორც თქვით იღებთ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას დიახ ვიცით რომ ერთ-ერთ არჩევნებში ვერ გაიმარჯვეთ ვერ მიაღწიეთ თქვენ სადადეს ეხლა შეუერთდით ამ კოალიციას ბიძინა ივანიშვილის დიახ რას შეიცვალა ეხლა თქვენში რატომ ახართ ესე დარწმუნებული რომ ბიძინა ივანიშვილი საერთოდ გაიმარჯვებს არ არის მოგახსენებთ იცით რა თქვა კონსტანტინე გამსახურდია დიახ ამბობთ შეიძლება ამ ქვეყანაში იყიდო ხალხის სიყვარულს ფულით ვერ ეყიდით მიპასუხეთ ერთი კი ბატონო ჯერეთი თავიდან მინდა მოგახსენოთ რომ არასწორად ბრძანეთ 99-დან პოლიტიკაში ხარ და ვერაზოს ვერ გაიმარჯვეთ გამარჯვება თქვენ თუ გონიათ მაინც ის არის რომ გინა თუ არა 80 და 90% უნდა მოხვიდე ხელისუფლებაში ეს არ არის სწორი ჩვენ როგორც 99 წელს ასე მე 2004 წელს და შემდეგ წლებშიც და მინდა გითხრათ მოყოლებული 99 წლიდან ჩვენ ყველა არჩევნებში ჩვენებურ ყოველთვის ბარიერს უნდა ახავთ და ყოველთვის გვაქვს ესე ვთქვათ ის მინიმუმი მაგრამ გამარჯვება და 99 წლიდან მოყოლებული პირველი არჩევნებიდან მოყოლებული ვართ კვალიფიციური სუბიექტი რა ვნახეთ ბიძინა ივანიშვილში ვნახეთ ის პოტენციალი რომელმაც ადამიანი აქ ფულზე არ არის ჩემო კარგო საქმე მინდა გითხრათ თუმცა არც ფულს აქვს პატარა გავლენა არჩევნების დროს იმიტომ რომ მთელი ის პიარ კამპანია მთელი ის წინასაარჩევნო კამპანია რომელიც უნდა აწარმოოს პოლიტიკურმა პარტიამ რათა მიაღწიოს გამარჯვებას ეს რა თქმა უნდა თახებთან არის დაკავშირებული თქვენ ალბათ პრეზიდენტის განცხადებების გამახსოვრებად რომელიც ერთ-ერთი გამოსვლის დროს ზანა რომ კი არჩევნებს ძალიან დიდი ფული ჭირდება და მილიარდამდე ჭირდება ანუ ხელისუფლება ხარჯავს ამ ფულს ყველა ხარჯავს ფულს და რა თქმა უნდა ბუნებრივია ძლიერი პიროვნება ძლიერი კაპიტალის მქონე პიროვნება რომელიც ქველმოქმედია მინდა გითხრათ რომელიც ამდენი წლის განმავლობაში ეწევა ქველმოქმედებას მთელი ქვეყნის მასშტაბით და სწორედ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით და სიკვდილით არის გადარჩენილი ძალიან ბევრი ადამიანი
ძალიან ბევრი ხელოვანი მეცნიერი რიგითი ადამიანი და სტუდენტები ძალიან ბევრი ძალიან რამდენი ეკლესია ნუ რა ვიცი ხა ამის ჩამოთვლა უკვე არაერთხელ თქმულა გამოცხადებულა და ბატონო ზემო თქვენ აუცილებლად მინდა ახლა დავიწყო ამ კითხვით თუმცა ცოტა უკან პირველ კითხვასაც მიუბრუნდები თქვენ ძალიან მოკრძალებულად და ძალიან მორიდებით აღნიშნეთ თქვენი გამარჯვების ახან მაყურებელმა სიტყვა გამარჯვება მოიხმო თქვენი გამარჯვების შესახებ მე მინდა შევახსენო მაყურებელს რომელმაც ეს კითხვა დასვა 1999 წელს ახლად შექმნილმა სულ ახალმა პოლიტიკურმა მოძრაობამ 16 დეპუტატი შევიდა პარლამენტში ეს ახლად შექმნილი პოლიტიკური ძალისთვის ძალიან დიდი გამარჯვება იყო რახან თქვენ გამარჯვება ახსენეთ მინდა გითხრათ ამ არჩევნებში უფრო ზუსტად იმ არჩევნებში მრეწველებმა გაიმარჯვეს და 16 დეპუტატი შევიდნენ შემდეგ შეგახსენეთ ყველა არჩევნებში ძალიან მოკრძალებული მაგრამ აუცილებელი რაოდენობით იყვნენ წარმოჩინებული ჩვენი სახელოვანი მრეწველები საქართველოს პარლამენტში უფრო მეტიც ადგილობრივ არჩევნებში არ ყოფილა თითქმის არც ერთი რაიონული საკრებულო სადაც ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენლობით არ ყოფილიყვნენ მრეწველები ასე რომ ჩემო ბატონო თუ გამარჯვება პარლამენტში შესვლა და ადგილობრივ არჩევნებში საკრებულოს შესვლა ასეთი გამარჯვება მრეწველებს დღიდან დაარსების 1999 წლიდან ჰქონდათ ჩვენ ახლა არ გამოგვიდეს მრეწველების ხება ბოლოს ძალიან ცუდი პათოსი დამთავრდა რომ რატომ მიეტმასნეთო ეხლა თითქოს იქ ფული არის და იმედო არა მრეწველები მოდიან გამარჯვებით და მრეწველები ამ გამარჯვებას და ამ გამარჯვების ძალას შეუერთებენ არა მე მგონი არ ვთქვია რატომ მიეტმასნეთო ეხლა რა ნახეთ არა ჩვენ ჩემთავს მაგას ვერ ვაკეთებ მაგრამ ეს რაც შეეხება მაგრამ ასევე მინდა ქალბატონს უთხრა მრეწველობა გადაარჩენ საქართველოს ამბობ დიახ მრეწველობა გადარჩენილ საქართველოში და საერთოდ ქვეყანაში სადაც შექმნილია ეკონომიკური დოვლათი იქ აუცილებლად იმარჯვებს ინტელექტუალური ძალა ანუ ძალა რომელიც ფიქრობს და აზროვნებს მოსახლეობის ხვალინდელ დღეზე რომელიც აუცილებელია თვითოული ჩვენგანისათვის მადლობთ მაყურებელი გვისმენს ძალიან მაინტერესებს დიახ რომელი მრეწველობა აყვავეთ რამდენი ქალმოქმედება ბატონ ბიზინა მილიონი სიკეთე გააკეთა მაგრამ თქვენ რომელი სიკეთე გააკეთეთ სიკეთეზე არ საუბრობენ რა გააკეთეთ რა არ გააკეთეთ რაც გაგვიკეთებია თუ არ გაგვიკეთებია აბაზე ალბათ ის საზოგადოების ის ნაწილი იწვის რომლისთვისაც გაგვიკეთებია და დამერწმუნეთ ასეთები ნამდვილად ბევრი არიან და ანუ ახლა ჩამოთვალო და დავიწყო ბატონ ბიზინაზე მაქვს უფლება რომ თქვა რა გაუკეთებია საკუთარ თავზე ნამდვილად არა თუ გაიკითხავთ და გამოიკითხავთ ნუ ალბათ გაიგებთ და თუ არა თქვენი ნებაა ჩემო ბატონო აქაც მინდა დაგეხმაროთ თქვენს მოგრძალებაში ზუსტად მრეწველები იყო რომელთაც ქართული ბაზრიდან განდევნეს უცხოური სუროგატი და დაიმკვიდრეს ქართული პროდუქციას დაუმკვიდრეს თავისი მაყურებელი ასე რომ არ ვიცი აყვავება იყო თუ რა იყო მაგრამ მრეწველთა მნიშვნელოვანი როლი იყო ქართული პროდუქციის ქართულ ბაზარზე დამკვიდრებაში კიდევ აყურებელი ყავს და გულბოს კიდე თუსმეთ ბატონო გენაც გამარჯობათ სიასთან დაკავშირებით კარგაკარის სამმავლოა დიახ ბატონო აი ახლა კონდიციამ დაიწყო დიახ კარგაკარის პროცესი დიახ თქვენ ხართ ამ კოალიციაში რა თქმა უნდა თქვენი წარმომადგენელია იმ კომისიაში რომელიც კარგაკარის კი ბატონო ახლა ესეთი შეკითხვაა ძალიან ბატონო თუ იმ კომისიამ ეს კარგაკარი ჩაატარა ლამაზად და კარგად და სწორად რატო არ ეუბნებით თქვენ კოალიციაში რა ეს ზედმეტი ხარჯები აღარ არის სადმი თუ არ ჩაატარა მაშინ ის წარმომადგენელი თქვენ კოალიციაში გამოიწვია რა კომისია კიდე და გამოიყვანდა უკვე გარაფერი არ არის სწორი და ნუ მიხდი ახლა რასაც გეკითხე კი როგორ არ მიხდი და გიპასუხებ ჩემო პირველ რიგში ჯერ იმ კომისიას თავის მუშაობა არ დაუმთავრებია და ვერდიქტის გამოტანა რო თქვათ რომ მან კარგად იმუშავა და ცუდად იმუშავა ჩვენ მაგის უფლება არ აქვს დაველოდებით ბუნებრივია პარალელურად მიმდინარეობს როგორც თქვენ აღნიშნეთ
ქართული ოცნების მიერ ასევე კარდაკარ პროექტის განხორციელება. ეს ორი პროექტი შედარდება ბუნებრივია ერთმანეთს. ჩვენი ხალხის მონაწილეობს ამ კარდაკარ ნახავთ ჩვენ რა შედეგები გვაქვს წარდგენილი კომისიაში როგორ დაფიქსირდება რა იქნება და როგორ იქნება ჩვენ არ მოგვერიდება და ჩვენ ამის თქვენ უბრალოდ ამის მომსწრე მე მგონი ალბათ იყავით გასულ წლებში როცა ჩვენ ვამხილეთ როცა სიებიში იყო ძალიან ბევრი გარდაცვლილი ადამიანი საზოგადოებრივ წასული ადამიანი საერთოდ არარსებული კორპუსები და არარსებული მისამართებიც კი გამოვედი და ვთქვით მოკლე პერიოდში როცა ჩვენი მწირი საშუალებებით შევამოწმეთ 41000 ასეთი არარსებული მისამართი და არარსებული პიროვნება აღმოვაჩინეთ. ისე რომ დამერწმუნოთ იმ კომისიის საშუალებითაც და მეორე კომისიის საშუალებითაც აუცილებლად ჩვენ რაც იქნება ობიექტური იმას არ დავმალავთ ვიტყვით და ვამხელთ თუ კი სამხელი იქნება რა თქმა უნდა და თუ იქნება ყველაფერი წესრიგში ბუნებრივია მაშინ მეორე კარდაკარმაც უნდა დაადასტუროს ავკარგიანობა პირველი კარდაკარისა. მე გინდა გითხრათ რომ ეს არის სახელმწიფო კომისია კანონის მიხედვით შექმნილი ქართული ოცნების კარდაკარ ჩატარებული შედეგები ჩვენ აუცილებლად წარვადგენ და წარდგენილი იქნება იმ კომისიაში და შედარებულიც იქნება და თუ რაიმე გათვალისწინებული არ იქნება აი მაშინ მოგვისმინეთ ჩვენ და ნამდვილად ყველაფერს ავსაც ვიტყვით და კარგსაც. კი ბატონო მაყურებელს კიდევ უსმენთ ჩემო ბატონო. ბატონო ზურაბ გამარჯობა. გამარჯობა გიდეცვალე. თქვენ ახლა ძალიან არ მომეწონა წინა ქალბატონმა რომ დაეკა ეს შეკითხვა, მაგრამ რა უშავს რა მოხდა? თქვენი სტილის კაცი არ ახართ რომ აყვეთ მაგას შეკითხვა. დიახ ბატონო. მე ძალიან მიხარია თქვენით ერთად ყოფნა კოალიციასთან. დიდი მადლობა. ეს არის ძალიან კარგი, სულ ყველა ხალხი გოგიც და თქვენ ძალიან საქმიანი ხალხი და ყველაფერი. აი ახალ მთავრობის შექმნაზე. დიახ ბატონო. ესე იგი თუ ჩქარა არ შევცვალეთ, ჩამოყალიბდა პოლიციური ქვეყანა. კი ბატონო. დიდი მადლობა. მადლობთ ზარისთვის, მადლობთ მხარდაჭერისთვის და მინდა გითხრათ რომ აი ეს აბსოლუტურად სწორად ძანეთ თუ არ შევცვალეთ ჩვენ პოლიტიკოსები კი არ შევცვალეთ ჩვენ ერთად თქვენთან ერთად უნდა მოვახერხოთ ყველაფერი რომ შევცვალოთ და მივახციოთ იმ წარმატებას იმ გამარჯვებას რომ ბატონი ბიძი და ივანიშვილი ქართული ოცნების ბლოკმა რომელიც ჩამოყალიბდება ალბათ სულ რაღაც თქვენ ნახევარში შეიძლება ერთ თვეშიც მან მიაღწიოს წარმატებას და მოვიდეს რა თქმა უნდა დიდი უპირატესობით მოიპოვოს გამარჯვება ეს ყველას ერთად გასაკეთებელია ბატონო ზურაბ მე დავთქვა რომ ქალბატონს უთხრა ეს რა თქმა უნდა არა მხოლოდ პოლიტიკოსების გადასაწყვეტია ეს აუცილებლად საქართველოს მოსახლეობის ყველა ამორჩევლის ვალია და თქვენი მხარდაჭერითა და თქვენი ძალისხმევით მოხდება ყველაფერი ის რაც ახლა თქვენ სურვილის სახით გამართვა. მადლობთ კიდევ მაყურებელი ყავს და უსმენთ. ისმენთ ჩემო ბატონო? ბატონო ზურაბ რა მინდა ეს აი თქვენი ორივე ბატონებს მოგესალმებით. თქვენი აზრი მინდა აი დღეს პროგრამა რო წარმოადგინა ბატონმა ვანო მერაბიშვილმა აი ეს პროგრამა ეს მილიარდები რო ჩამოიყარა უცებ აი ამაზე მინდა თქვენი აზრი მადლობთ ყურადღებისთვის კი ბატონო რა თქმა უნდა გაცხადებული მილიარდები როგორც თქვენ ბრძანეთ მოსასმენა ძალიან კარგია თუ ის ასრულდება ბუნებრივია მაგრამ მე ვისურვებ რომ ამ პროგრამის უფრო გაწერილი ვარიანტი გვენახა ჩვენ და უკვე დეტალურად ყოფილიყო გაწერილი რომელ წელს როდის რა საშუალებებით იქნება მიღწეული ამისათვის მე მინდა გითხრათ დაგარწმუნოთ რომ ბატონი ბიზნეს კოალიციაში ქართული ოცნების კოალიციაში მზადდება ეკონომიკური პროგრამა საერთოდ მთლიანი პროგრამა რა თქმა უნდა მაგრამ განსაკუთრებით ეკონომიკური პროგრამა სადაც ყველაფერი გაწერილია და ყველაფერი გაწერილი იქნება არა მარტო წლების არამედ თვეებისა და კვარტლების მიხედვითაც კი და შეიძლება უფრო მოკლე პერიოდებითაც. აქედან გამომდინარე ადრე მე მინდა გითხრათ ჩვენ პარლამენტში როცა მოღვაწეობდით ძალიან ბევრჯერ შემოსულა მთავრობიდან პროგრამა 3-4 ფურცლიანი მე ხუმრობით მას სადღეძელოს ვეძახდი ხოლმე და ნამდვილად კარგი სადღეძელოები იყო, კარგი სურვილები ჩადებული ამ პროგრამაში, მაგრამ ამ სურვილების განხორციელება როგორ ხდება, როგორ უნდა მიაღწიონ, როგორ უნდა გაკეთდეს, ეს არასდროს არ იყო. თუ ბატონი ვანო თავის პროგრამაში აი იმ გაცხადებულ მილიარდებთან ერთად
აი ამ ესე ვთქვათ პროგრამას წარმოადგენს თავის მთავრობასთან ერთად ჩვენ ყველა ერთად ჩვენს თქვენს დავждეთ განვიხილოთ გავიაზროთ რამდენად რეალურია თქმა ყველაფრის შეიძლება შესრულება ესე იული არ არის მე დაუმატებდი ბატონო ზურაბ ქუთაისაც მევესალმებით და დაუმატებ ეხლავე ორდა სიტყვით ვიზავრობ ჩვენ გვახსოვს არამხოლოდ წარმოდგენილი პროგრამა ჩემო ბატონო წინა საარჩევნო ხელშეკრულება ამორჩეველთან რომელიც ცოტა მეტია ვიდრე წარმოთქმული პროგრამა ამიტომ გავითვალისწინოთ ხელშეკრულების შესრულების ის პრინციპი და ალბათ პროგრამები როგორ შესრულდება ესეც გავითვალისწინოთ და როგორც ბატონო ზურაბმა თქვა ჩვენ გვექნება საშუალება ამორჩეველს შევაჯეროთ ორივე მხარის პროგრამა რომელიც უფრო მოგეწონება თქვენ მას დაურჩეთ მხარს ქუთაისლებს უსვათ ჩემო ბატონო მოგესალმებით ზურფასებო გამარჯობა ქუთაისიდან გაწუხებთ მე რა მიგვირს იცი ოპოზიცია საუბედუროდ მართლა სუსტი ვარ მართლა სუსტი ამას გაეძახოდნენ ახლაც ადრესას და ახლაც გაეძახიან რატო ვარ ხალხო სუსტი რა გვემართება იმაროს კონსტიტუცია გადააკეთა გადმოაკეთა როგორც უნდა ისე თქვენ კი მართალია თქვენ უმცირესობაში ხართ იგენი უმრავლესობაშია და რაც უნდა იმას აკეთებდნენ მაგრამ სხვა საშუალება არ ქონდათ რომ მაგრა დახვედრული ხართ და არ გაეკეთებიათ ეს ამბავი როგორც შეიძლება ხალხო ერთმა კაცმა ყველაფერი მეირგოს თავის ჭკუაზე რატო არის მე 82 წლის კაცი ვარ მე მინდა მოვესწრო სიკვდილამდე ცოტა კაი ცხოვრებას ბოლოს და ბოლოს თუ ივანიშვილმა რაღაცას ტელევიზიონი ანტენები დაარიგა და რაღაცა ფულს ხარჯავს რატო მაგენი ხარჯავს ყველაფერს და ახლა რომ მერაბიშვილი გამოვიყვანა იმდენი ფულები ჩადვა იმდენი მილიარდები ის შეიძლება მაგან ასე ჩადოს და ვატყვილებენ წინდაზე ყველას ხო და სხვას არა მე რა მინდა რო გითხრა ზურფასოვიჩი მეშინი არ გამომირთონ და ამის არ გამოგირთავთ მე ძალიან ბევრი მინდა რო თქვა რატომა ხალხო მე მინდა რომ მოუწოდო ას თელი საქართველოს თუ უნდა თელი საქართველოს რომ საქართველოში არ მოხდეს ტუნისი არ მოხდეს ეგვიპტე არ მოხდეს 1917 წლის თებერვლის რევოლუცია და ნოემბრის რევოლუცია არ მოხდეს საქართველოს 21 წლის 25 თებერვლის რევოლუცია ვიყოთ მაგრა არ დაუშვათ რომ ახლა გაიმარჯვოს მაგენმა როგორმე თორა საქართველოს განადგურდება საქართველოში უნდა დაბრუნდეს ის გადახვეწილი ხალხი ივანიშვილის ხელში დაბრუნდება და აგეს არენდობა არავის და არ დაბრუნდება ჩვენ ცხინვალსაც დავიბრუნებთ თუ ივანიშვილი მოვა კაი სიტყვით თეში ირემი მოწმენდესო ისე შეიძლება გავაკეთოთ და აფხაზეთზე ვერაფერს ვერ იტყვი ამისათვის გამაგდეთ როგორმე და გავიმარჯვოთ როგორმე არჩევნითი გამარჯვება ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება არჩევნებში გამარჯვება მაგრამ მაინც მივიდობა და ერთ რამე კიდევ მინდა რო გითხრათ რომ გაჩეჩილაზეები ძმელი გაჩეჩილაზეებმა გაყიდეს ქართველის სული სირცხვილი მაგანი მე არენაზე არ გევნახო არსად მაგანმა გააპაზურა თელი საქართველოს მოდით ვისაუბრებთ ბოდიშვიხტი ვისაუბრებთ სხვაზე ჩვენზე ვისაუბროთ ივანიშვილის კოალიციაზე რა თქმა უნდა არც 90-იანი წლების დაპირისპირება რომელიც ჩვენ გადავიტანეთ არ უნდა გამეურდეს აროთარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ის რომ გაიხლიჩოს ერი და ერთმანეთს დაუპირისპირდეს და ბარიკადის მოწინააღმდეგე მხარეს იდგნენ ძმები, ნათესავები და ახლობლები და ერთი ეროვნებისა და ერთი ქვეყნის შვილები ესეც არ უნდა გამეურდეს აბსოლუტურად გეთანხმებით დიდი მადლობა აი იმ კარგი სიტყვისთვის კარგი შემართებისთვის რომელიც თქვენ ჩვენს მოგვახსენეთ ჩვენს შეგვაგულიანეთ და აბსოლუტურად მთელი მოსახლეობაც ვინც გისმენდათ ყველა ერთად უნდა დავდგეთ აბსოლუტურად გეთანხმებით ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ყველა ერთად უნდა გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი და რა თქმა უნდა ამას ხელი შეუწყობს ბატონო ზურაბ და პატიცემულ ნელემაღურებელს მოვახსენებ რომ თუ კი ბოლოს და ბოლოს გადაწყდება საკითხი მოგვარდებას ჩვენთან ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა ისე რომ ჩვენს მოსახლეობას უკვე აღარსად ექნება გასაქცევი თქვენ ბრძანეთ რომ როდის იქნება ეს მიგრაცია მოგვარდებაო სამწუხაროდ ჩვენ რეკორდულ ადგილს ვიკავებთ სოფლიოში მიგრაციის მხრივ მოგესალმებათ სოფლიოს 193 ქვეყნიდან რომელიც გაეროს წევრია ჩვენ ვიკავებთ 199 საპატიო ადგილს წლევანდელი მონაცემების თანახმად ყოველი 10 მოსახლედან საქართველოში 4 გადის საქართველოს ფარგლებს გარეთ. აი, როდესაც დალაგდება ყველაფერი, ეს დალაგდება მაშინ, როდესაც თქვენი მხარდაჭერით
და კოალიციასთან ერთობლივი მუშაობით შევძლებთ შეიცვალოს ის მდგომარეობა, რომელიც დღეს არის საქართველოში, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, გაჩნდება იმედი და მაშინ დაგვიბრუნდება ჩვენი მოქალაქეები და ეს არის ის, რაზეც ოცნებობ თითოეული ჩვენგანი და ოცნებობ თითოეული ტელემაყურებელი. კიდე ქუთაისლები შეგვიძლია ალო ბატონო ბატონო გენაცვალე. ეს ქუთაისლები თქვენ ხალხი ზედმეტად ჩვენეთ რა თქმა უნდა სასიე, მაგრამ ხალხს აქვს თქვენი იმედი, რომ თქვენ არჩევნების ხმებს დაიცავთ საერთოდ. დიდი მადლობა ამ შეკითხვისათვის, მაგრამ ისევ მე უნდა გადმოვიდე თქვენთან ალავერტს, ესე ვთქვათ, ჩვენ თქვენთან ერთად უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები. თქვენ თქვენი ხმა უნდა დაიცვათ, მე ჩვენი ხმა და ჩვენ უნდა მოგეხმაროთ და ყველა ერთმანეთს უნდა მივეხმაროთ ხმების დაცვაში. მოდით ნუ ვიტყვით, რომ ეს ჩვენი გასაკეთებელია, ეს იმის გასაკეთებელია ამ შემდეგ. ყველაფერი არის ჩვენი ხელები და ჩვენი აზროვნებით გასაკეთებელი. ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ეხლა ბატონი დემური და სმენელმა მიგრაცია ახსენა და მე არ შემილია ერთი მაგალითი არ მოვიყვანო და პარალელი არ გავალო ჩვენთან. ძალიან ბევრი არის მიგრაციაში წასული და ზოგი თურქეთში, ზოგი საბერძნეთში, ზოგი იტალიაში, შეერთებულ შტატებში ქალბატონებიც ბევრი არიან წასულები. ისინი ძალიან იტანჯებიან, მაგრამ საგმირო საქმეს აკეთებენ და გმირობის ტოლფა საქმეს აკეთებენ. ისინი იქ შეიძლება ძალიან თუ დღეში არიან, ძალიან რთულ სამუშაოს ასრულებენ, მაგრამ ისინი თავის ოჯახებში, თავის მშობლებთან თუ შვილებთან აგზავნიან რაღაც გარკვეულ თავისი ხელფასის ნაწილს და იმით არჩენენ საქართველოში მოსახლეობას. აი მე მაგალითისათვის მინდა გითხრათ, წეგან საუბრობთ მე და ბატონი დემური, პოლონეთში აი შოკური თერაპიის პერიოდში 5-6 წლის განმავლობაში მეტყას არ გაგრძელდა, ეს უფრო ნაკლები კიდე, მაგრამ ნუ ეს პერიოდი მეტყა ასევე ძალიან ბევრი ადამიანი იყო გასული საზღვარგარეთ და ყოველდღიურად თუ არ ვწდები ზუსტი ციფრი თუ არ არის, წეგან ცოტა სხვა ვთქვი, 80 მილიონი დოლარი შემოდიოდა პოლონეთში. აი სწორედ იმ მიგრანტებისაგან, რომლებიც გასულები იყვნენ საზღვარგარეთ მუშაობდნენ, ყოველდღიურად წარმოვიდგინეთ ეგ რა თანხაა და რომელი თანხა. რა თქმა უნდა, ახლა პოლონეთი დიდი ქვეყანაა ჩვენთან შედარებით 40 მილიონამდე 36 მილიონი მაცხოვრებელია, ჩვენთან 3 მილიონი ნახევარიც არა ვართ და აქედან გამომდინარე ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი აი დუღჭირი ცხოვრების კიდე ცოტა რაღაცა სიკეთეც თუ რაღაც შეიძლება ითქვას, ძალიან ბევრი ნაწილად არის დამოკიდებული იმ ოჯახების არსებობა, მათი ოჯახის წევრების იქ საზღვარგარეთ მუშაობაზე. ძალიან ბევრი რუსეთშია, ძალიან ბევრი საბერძნეთშია, ქალბატონები თურქეთში არიან, როგორც მოგახსენე იტალიაში, შეერთებულ შტატებში ძალიან მძიმე სამუშაოს ასრულებენ, მაგრამ ისინი ინახავენ აქ მათ მშობლებს, მათ შვილებს და ასე შემდეგ. გისმენთ მაყურებელი ყავს კიდე და მოусმინოთ. მოგესალმებით ბატონებო. გამარჯობა. ბატონებო, ერთ-ერთ მაყურებელმა დაცვა კითხვა ბატონო ზურაბ. დიახ. რაგაზევთ მის გარანტიას, რომ თქვენ რო იძახითო ქართული ოცნება გაიმარჯვებს და თქვენგან არ იყო მაინც სრული ანალიზი პასუხისა. პასუხის ანალიზი არის ერთსახა, ჩარსახა და წერდადიერი. გარანტია ის არის, რაც ამ ნაცისტებმა ჩაიდინეს ამ 8-9 წლის განმავლობაში. ეს გახლავთ 150 ახალგაზრდა ხუჭა დახვრეტილი, 26 მაისში 7 კაცი დახვრეტილი. მთელი ადამიანი უმუშევართა მთელი პლეადა, ტოტალური უმუშევრობა, ადამიანები ვერ მიდიან სამკურნალოდ და ამიტომ იბადა სიკვდილიანობა. მთელი უბედურება საქართველოს დაასრულა თავზე და მთელი ამბავი, აი ის აკინდარი, აი ის აბსოლუტურად დიახ. აბსოლუტურად გეთანხმებით, მინდა გითხრათ. დიდი მადლობა თქვენ პირიქით. აბსოლუტურად გეთანხმებით, სწორედ აი მოსახლეობას ეს უნდა ახსოვდეს, რა თქმა უნდა, ყველაფერი ის უნდა ახსოვდეს, რაც რითი უკმაყოფილო, რითიც ვიყავით უკმაყოფილო და ვართ უკმაყოფილო დღესაც და იცით რა შესაძლოა მარტო მომავლის და გამოსწორების იმედი კი არ უნდა გქონდეს ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის. ნათქვამია ხო? მითხარე ვინ ხარ შენ, საიდან მოდიხარ, ვისი მეგობარი ხარ, რა გაიკეთებია ცხოვრებაში და რას მპირდები მხოლოდ ამის შემდეგ და რა ის რომ რაღაც დაგვყიდნენ. ძალიან კარგია ის დაპირებები, რომელიც დღევანდელმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მაგრამ ისვის კითხვა ამ 8 წლის განმავლობაში რატომ არ შესრულდა?
რატომ არ შესულდა ის დანაპირები, რომელიც წინა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, საპარლამენტო არჩევნების წინ დაპირება იყო $100 პენსია. თუმცა ის $100 მინდა გითხრათ, იმ დაპირების პერიოდში არსებულ პენსიაზე ბევრად უფრო ნაკლებია თავისი ყიდვითუნარიანობიდან გამომდინარე, მაგრამ ესეც ხომ იყო. ეხლა იცით, მე კიდევ ერს გეტყვით, ამ ბატონი ივანიშვილის პროგრამაში არის ასევე სადაზღვო პოლისებით უზრუნველყოფა და ყველა მოსახლეობის, ყველა მოქალაქის, ყველა ოჯახის დაზღვევა. მე მახსენდება სულ რაღაც 2 კვირის წინ დებატები, როცა ბატონ ბიძინამ ანალოგიური განცხადება გააკეთა და დაპირება მიცა მოსახლეობას, ზოგიერთი სამთავრობო არხების საშუალებით ძალიან ქილიკი მინდიოდა, რომ რატომ უნდა მოხდეს, რატომ უნდა დამაზღვიოს მე, ერთ-ერთი წამყვანი საუბრობდა, რატომ უნდა დამაზღვიოს მე არ ამჭის ის რომ სახელმწიფომ დამაზღვიოს, უნდა დააზღვიოს დაუშვათ გაჭირებული ადამიანი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დღეს პირიქით დღეს ტასს უკრავენ და სწორიც არის უნდა ეს რაც ბატონმა ბიძინამ ბრძანა და შემდეგ გაიმეორეს ეს აუცილებლად უნდა გააკეთეს და ბატონი ბიძინა ძალუწეს და გააკეთებს და ამერწმუნედ გააკეთებს. მე შეიძლება დამაჯერებლობა აქტაო თქვენ ბრძანეთ, მაგრამ მე პირიქით ძალიან დაჯერებულად მინდა ვთქვა და ძალიან დაჯერებული ვარ იმასთან დაკავშირებით, რომ კოალიცია ქართული ოცნება გაიმარჯვებს და ის დანაპირები, რაც დანაპირებებიც დღემდე ითქვა და რასაც კიდე პროგრამის სახით გადმოგეცემათ და გაეცდობით, აუცილებლად შესრულდება. რატომ? იმიტომ კი არა რომ ვინმეზე კარგი ადამიანი ან ვინმე ჩამორჩება. ბატონი ბიძინეს სიკეთე ყველა ძალიან კარგად გვახსოვს, ყველა კარგად ვიცით და მას აქვს სწორედ ის პროგრამა. მას გაუკეთებია, მას ხალხი დაუსაქმებია. მას პროდუქცია შეუქმნია, მას კაპიტალი შეუქმნია, ჩემო ბატონო და მან თავის მაგალითზე დაგვანახა, რისი გაკეთება შეუძლია და რა მასშტაბებით შეუძლია მას ეს გააკეთოს. და ყველაფერი ხაშურიდან არის და მოусმინოთ ხაშურლებსაც. არ მაძლევთ არც თქვენ და არც მაყურებელი საშუალებას გამოთქვაჩებიაზე. დაიწყო? დაიწყეთ. საღამოს ვიდეოებისა მოგესალმებით პატიჟებულებო. გამარჯობა ჩემო ბატონო. თქვენ პირადად თქვენთანმა შეკითხო მე. ზანეთ ბატონო. თქვენ არ გჯერავთ რომ ეს კარტი რო გაითამაშა ჩვენმა თავრობამ, არის დასაჯერებელი? მე რომ ჯეროდეს იქით ვიდგებოდი, ჯერა იმისის არ ვდგება. ვის უხვევენ თვალებს, ვის უხვევენ თვალებს? ამიტომ ჩემო კარგო, ჩვენ ხაშურში ჩამოვალთ. აი ახლა 15-ში შეხვედრა იქნება გორში დიდი. მე პირადად ხაშურის სოფლებს შემოვული. თუ გვექნება იმის საშუალება რომ შევხვდეთ, პირადადაც მოგახსენებთ. მე ჯერა ქართული ოცნების და დგევარ, ამიტომ ქართული ოცნების გვერდში. დიდი მადლობა, კარგად გაგებთ. იცოცხლეთ, კარგად იყავით. თქვენ დაანებდით ბატონო ზურაბ იმ ჩვენგან წასული უცხოეთში გადახვეწილი პირდაპირ შეიძლება ითქვას ჩვენი თანამემამულეთა შესახებ, რომლებიც დიდ საქმეს აკეთებენ და ეხმარებიან თავიანთ ოჯახებს, შესაბამისად ეხმარებიან საქართველოს, რომ შენარჩუნებული იქნას რაღაც ეკონომიკური ბალანსი და მთლიანად არ გავნადგურდეს. თუმცა ეს ყველაფერი ხდება იმის ხარჯზე, რომ საქართველოს დაკარგა საქართველოს მოსახლეობამ ზრდის ტემპი, რაც რა თქმა უნდა შესაბამისად ძალიან ცუდად აისახება ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობაზე. რა თქმა უნდა ერთ სიკეთეს მოაქვს მეორე უკიდურესობა და ჩვენ სამწუხაროდ ნაცვლად იმისა რომ მრავლდებოდეთ ჩვენი დღევანდელი მონაცემებით ყოველწლიურად 0.3%-ით ცილდება საქართველოს მოსახლეობა. რა თქმა უნდა დასანანია, მაგრამ სწორედ მინდა მაყურებელს უთხრა რომ სწორედ იმ გარდატეხებით, სწორედ იმ იმედით, რასაც ჩვენ ველოდებით ახლო მომავალში, რომ შეიძლება დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი თანამემამულენი უკან დაბრუნდებიან, შესაბამისად ქართველები ისევ ერთად ვიქნებით და ის თუ დღეს ძალიან ძიმე მდგომარეობაში ვარ, ჩვენი ეროვნული მატებაც, ქართველთა მატება და საქართველოში მცხოვრები ყველა ერის მატება, ანუ საქართველოს გაზრდა და გაძლიერება იქნება სახეზე. ხოლო ძლიერი ერი ყოველთვის შექმნის ძლიერ სახელმწიფოს, რისთვისაც ჩვენ ვიბძვი და რის მოლოდინი ჩვენ გვაქვს. გისმენთ ჩემო ბატონო, კიდე მაყურებელია დიახ. ალო. დიახ ბატონო. მოგესალმებით, ერთ შეკითხვა მაქვს. ძალიან ბატონო. რამე ბატონში გადმოსცემენ, რომ თვითო ადამიანი ყოველთვის იკლავს თვითკვლელობასთან ცხოვრებას. კვირაში 6 ადამიანია, ხო? წელიწადში რამდენი გამოდის?
ეს ადამიანები გიჟები არიან, სულელები არიან თუ რა, რატო იკლავენ თავს? ცხოვრების გამო, ხო? რა თქმა უნდა. თუ კაი ცხოვრება გქონდეს, რა ცხოვრება თავს რატო იკლავს? ზოგი საიდან ვარდება, ზოგი საიდან. ეს არის გაუსაძლეს პირობებში ჩავარდნილი პიროვნებები, რომლებმაც, რა ვიცი, ზოგს არ აქვს იმის საშუალება ოჯახი გამოკრებოს, ზოგს დაუგროვდა საშინლად დიდი ვალები. ზოგს ნებისყოფა მომტყუნა. რა თქმა უნდა, როცა ადამიანი თვითმკვლელობამდე მიდის, მას ნებისყოფა მომტყუნა. არც ერთ შემთხვევაში, არავითარ შემთხვევაში ადამიანი ამ უკიდურეს ქრისტიანი ადამიანი უკიდურეს მდგომარეობამდე არ უნდა მივიდეს, მან ეს ნაბიჯი არ უნდა გადადგას. ცოტაც გაუძლოთ ჩემო ბატონებო და დამერწმუნეთ, მომავალი აუცილებლად კარგი ექნება საქართველოს. ჩვენ აი მინდა განვიხილოთ გარკვეულად ის მოვლენები, რომელი მოვლენებიც ესე ვთქვათ, ქართული ოცნების ბატონი ბიძინას მიერ გაშღერებული იყო და ნათქვამი იყო და ეხლა ისე გამოვიდა, ხო იცით, ვინ უფრო მეტიო, რომ $1 მილიარდი ინვესტიცია განხორციელდება ყოველწლიურად სოფლის მეურნეობაში. აი ნამდვილად სოფლის მეურნეობაში არის განსახორციელებელი სწორედ ინვესტიცია და სოფელს უნდა დაუბრუნდეს თავისი მოსახლეობა. ჩვენ დავდივართ სოფლებში და ვერ წარმოიდგენთ რა სიტუაციაა, რა მდგომარეობა. ეხლა ესე ვთქვათ, უფრო ქალაქის დასახლებებში, სადაც აი მიდის მეორე არხი, მაესტრო, მეცხრე არხი, იქ კიდე შეიძლება უფრო მეტად ინფორმირებულები იყვნენ, მაგრამ სოფლებში არ არიან იცით ინფორმირებულები, იმიტომ რომ მხოლოდ მარტო პირველ არხს იმეც რუსთავს უყურებენ და იქ იმ ესე ვთქვათ, გადაცემების მაყურებელი, ნუ გადაცემები ცხოვრება მშვენიერია და ასე შემდეგ, იქ ცოტა სხვანაირად ჩანს ცხოვრება და სოფელში ჩახვალთ, ნახავთ რა გაუსაძლეს მდგომარეობაში არიან. არ გეგონოთ იმ წეგან ვახსენეთ ჩვენ ხალხი გასულია, ქალბატონები ძირითადად გასულები არიან საბერძნეთში, თურქეთში, მუშაობენ, იქ ვიღაცას უვლიან. არ გეგონოთ ან მას სიამოვნებდეს, ან მათი ოჯახის წევრებს სიამოვნებდეთ, მაგრამ მე კიდე მინდა გავემეორო, გმირობის ტოლფასია მათი შრომა იქ, რომ აქ ოჯახი შეინარჩუნონ. იცით, თავმოყარეობაც ბუნებრივია, დადგუნულია ხალხი, დადგუნულია მისი ოჯახის წევრები, დადგუნულები არიან თვითონაც, დადგუნული ვარ ჩვენც, როცა ვიცით, რომ ჩვენს გარშემო ესეთი რამ ხდება. რა, ეხლა მე ერთ რაღაცას მინდა გითხრათ, რა უჭირდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს. იცით, რომ შემოსავალიც აქვს, კაპიტალიც აქვს, სულიად ადვილად შეეძლო მას დამჯდარიყო თვითმფრინავში, წაიყვანა თავისი ოჯახი, თავისი ახლობლები, წასულიყო საზღვარგარეთ, კარგ ქვეყანაში, თბილ ქვეყანაში, კარგი ცხოვრება მოეწყო და ყოფილიყო ბედნიერად, მაგრამ არა მას საქართველოს ტკივა, მას ქართველები ტკივა, მას საქართველოს ყველა მოქალაქე ტკივა და სწორედ ამიტომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება და საქართველოში ცხოვრება უნდა და საქართველოში რო ცხოვრობს და მან ძალიან კარგად იცის, ვერ იქნება ბედნიერი თუ გარშემო ესეთი დუქჭირი ცხოვრება იქნება. ის ვერ იქნება ბედნიერი თუ გარშემო ამდენი გაჭირებული იქნება. აი და სწორედ ამიტომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება. სწორედ ამიტომ გააკეთა მან ეს გაცხადება და მოუწოდა ხალხს, რომ მოდით ერთად მივახციოთ გამარჯვებას, ერთად გავაკეთოთ გასაკეთებელი საქმე. აი სწორედ როცა ერთად გაკეთება გასაკეთებელი საქმე, დამერწმუნეთ მაშინ გაკეთდება. და დღეს როცა გაყოფილია ერთი აკეთებს, მეორე ებძვის, მესამე იქით ეკაჩება, არ შეიძლება და ის კიდე რაც ხდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში, ხო? ყველამ ერთად უნდა მუხლმოდრეკილად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. აი ვიშრომოთ და ამ შრომის საშუალება უნდა გქონოთ. თქვენ გონიათ ქართველი ადამიანი როგორი თავმოყარია საქართველოში მაცხოვრებელი ყველა, რა თქმა უნდა, მარტო ქართველს არ გულისხმობ, როცა ქართველს ვაპარაკობ, ყველამ გამიგეთ, ყველაზე საუბრო ვით საქართველოში ცხოვრობს. ვინმე სიამოვნებს, რომ ხელგაწვილი იყოს და ვიღაცამ რაღაცა დახმარებით და დახმარი გინაც 100 და გინაც 1000 ლარი მიცეს, არა, არ სიამოვნებს. მას სიამოვნებს, როცა ის თავისი შრომით მოიპოვებს ამ 1000 ლარს და ამით შევა ოჯახში, აი მაშინ არის ამაყი ქართველი მამაკაცი. მაშინ არის მამაყი, მაშინ ქართველი მამაკაცი. წინააღმდეგ შემთხვევაში დადგუნულია და როცა შენი მოსახლეობა დადგუნულია, ეს რეპრესიებია, ჩემო ბატონო. გისმენთ მაყურებელი ბრძანდება. გისმენთ, ჩემო ბატონო. აიო. ბატონო, გენაცვალე. მოგესალმებით ბატონებო. გამარჯობათ. და ცოტა განსხვავებულ შეკითხვას დაგისვა. ძალიან ბატონო ჩემო.
მე უფრო გავამახვილებდი ყურადღებას აი მოგახსენებათ აჭარის ამდები რადგანაც ჯოგი ბაღათურიამ გაამახვილა ყურადღება რა ხდება აჭარაში ეს თურქეთის თოцавი ანექსია კაპიტული მიწები უცხოელებზე საერთოდ რაც ყველაფერი რო გაყიდულია აბსოლუტურად დამიდგარეჯის ამდები და კიდევ ჩვენ რო გადანაშაულებენ რომ ჩვენ თურმე არატოლერანტულები ვართ და ცალმხრივი მეგობრობის ამბები ჩვენ სამეზობლოსთან და ასე შემდეგ აი ამაზე თუ შეგიძლიათ რომ პასუხი გამცეთ ამ საკითხებზე რა თქმა უნდა შეგვიძლია ქალბატონო ჩვენზე ტოლერანტული ერი არ არსებობს ჩვენ საუკუნეებია საქართველოს ისტორიას ახსოვს მრავალეროვანი ქვეყანა ვართ და არც ერთ ერს ჩვენს ქვეყანაში არ უგზნიათ ცუდად თავი ყველა ყოველთვის კარგად გრძნობდა და ჩვენც ამით ვამაყობდით მინდა გითხრათ ეს მარტო ის რადგან 26 საუკუნოვანი ქართულ-ებრაული მეგობრობა რომლებიც საქართველოში შვენივრად გრძნობდნენ თავს და დღესაც მისწირიან წასულები თავის ქვეყანაში ისრაელში დღესაც საქართველოს იხსენებენ და საქართველოზე რა ვიცი ყველაფერს კარგს უსურვებენ საქართველოს რა თქმა უნდა ის პრობლემები რაც დავით გარეჯთან დაკავშირებით არის ეს ძალიან სათუთი თემაა ძალიან მე მიმაჩნია ყოველ შემთხვევაში რომ შეიძლება ძალიან ადვილი არა მაგრამ დაძლევადი საქმეა თავარია უნდა იყოს კეთილინება ხელისუფლების მხრიდან რომ მეზობელ ქვეყანას აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ნორმალური ურთიერთობა, კარგი ურთიერთობა, კარგი მეზობლობა, კარგი მეგობრობა სწორედ ამაში გამოვიყენოთ რომ არა იმით რომ რაიმე ტერიტორია მათ დავათმობინოთ ტერიტორია შეიძლება რაღაცა ტერიტორიით ჩავანაცვლოთ დავით გარეჯი რომ ქართული საქართველოს კულტურის ძეგლია ამაზე ალბათ დავა არ შეიძლება და მაგაზე არავინ არ უნდა დაობდეს ის რაც ხდება ჩემო ბატონო აჭარაში ძალიან საშინელება ამასინათ ერთ-ერთი სტატია წავიკითხე და ისეთი შემძრა სიმალე გითხრათ ბოდიშვიხტი ამ გამოთქვისათვის ისეთი დაწესებულებები არის იქ ისეთი უწესობები ხდება რომელიც არ უნდა ხდებოდეს რა ვიცი საქართველოში ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს ჩამოსული ქალბატონები ჩამოსული მამაკაცები გაუბედურება ხდება ანგინაც აზიზის მეჩეთთან დაკავშირებით ეს ხომ ნუ არ ვიცი რას ნიშნავს და რა არის ეგ იგივეა შახაბაძის ძეგლი დადგა იმაში რა ქვია თელავში არა მარტო და ახლა ძალიან კივილნარევი იყო ქალბატონის რა თქმა უნდა და აბსოლუტურად გასაგებია იმიტომ რომ სამწუხაროდ ამ ბოლო დროს ძალიან ბევრი პრობლემური საკითხი დადგა ჩვენთან ქვეყანაში რომელიც არა მხოლოდ კულტურული ძეგლების საკითხი ხდება ბატონო სულედი წამი რა ვინმე არ ჩამითვალოს რომ მეჩეთის მშენებლობას რაღაცა მაგაზე მინდა თქვა ასე რომ ჩვენთან თუ ვინმე მოიტანს სიამაყე თუ შეიძლება თქვას რა დიდი პატივისცემა გვაქვს ჩვენში ცხოვრები სხვა რელიგიების მიმართ ამაზე მე მგონი საერთოდ ბევრიც დაწერილად დაიწერება და ჩვენი მუსულმანი ძმები თვით ქართველები და არაქართველები რომლებიც ჩვენთან ცხოვრობენ არავითარ პრობლემებს არ წამწლობიან არასოდეს და მით უმეტეს ახლა სამწუხაროდ ეს რაღაც აზიზიეს მეჩეთი მისი მშენებლობის თუ აჭარელი მუსლიმანები არიან წინააღმდეგი რა თქმა უნდა არიან წინააღმდეგი იმიტომ რომ ამას აქ უფრო პოლიტიკური დატვირთვა ვიდრე რელიგიური და საქმე იმაშია რომ ჩვენც ვიცით რომ ზუსტად ის არ იქნება ის მეჩეთი სადაც თუგნებავთ ადგილობრივი აჭარლები მოსალოდცად შევლენ იქ არის ახლა ასეთ რომ ეს იქნება მუზეუმი ერთია რატომ უნდა იყოს მუზეუმი სხვა მით უმეტეს ახლა ბევრი წერილი იყო რომ ის არ იყო ასეთი დამპყრობი როგორ არ იყო ბატონო აზიზია იყო ძალიან დიდი დამპყრობი და სწორედ იქ სადაც შედიოდა დაიპყრობდა თავისი დედის საპატივცემლოდ აგებდა ხოლმე მეჩეთს და ზუსტად ის მეჩეთი ხისგან იყო აშენებული მართალია ცეცხლს შეეწირა ხანძარ შეეწირა მაგრამ დღეს მისი აღდგენა ჭყალებში ალბათ აღდგენა კი არა ეს ხომ ახლის აშენება რომელიც ყოვლად გაუმართლებელია თანაც
იმ პროგრამით, იმ პროექტით და იმ მიზნით, როგორც არის გათვალისწინებული. ეს არის პოლიტიკური მიზანი და ამას ზუსტად ჩვენი აჭარელი მუსულმანები ეწინააღმდეგებიან უპირველეს ყოვლისა და ვფიქრობ, ეს დაუშვებელია და ჩვენ ქართველებს საქართველოში არ გვესწავლება თუ რამდენი მეჩეთი უნდა იყოს და ამის შესახებ ძალიან ბევრი დაწერილად და ბევრი თქმულა. მარტო აჭარაში რადგან რამდენი მეჩეთი და რამდენი მედრესე, ასე რომ ეს ყველაფერი ჩვენთან ძალიან ტოლერანტულად და რაც თავარია ჩვენი მოძმე ერების მებრძოლობაში მყავს აზერბაიჯანელები, რომლებიც ძალიან თამამად, ძალიან მშვიდობიანად გრძნობენ თავს, როგორც პოლიტიკურად, ისე რელიგიურად. ასე რომ აზიზიეს მეჩეთი საქართველოში ალბათ მხოლოდ პოლიტიკური מחვილია და ამას სერიოზული გადახედვა. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ძალის პოზიცია, მინდა გითხრათ. მაყურებელია, მსმენელია და გთხოვთ გისმენთ. გამარჯობა. აბსოლუტურად ყველაფერში გეთანხმებით, განსაკუთრებით ბატონ ბიძინასთან დაკავშირებით. მადლობა. მართლაც რომ ადამიანს ჩვენგან არაფერი არ უნდა, გარდა ერთგულებისა და გვერდში დგომისა და თანადგომისა. ადამიანი რომელიც თვალებში ეთყობა, ენით კი არა, გულით არის შეყვარებული სამშობლოზე და ქართულ ხალხზე. ეწოდება ეს გაუბედურებული ხალხი. ამიტომ ყველა უნდა დაუდგენ გვერდში, ღმერთმა დაუწოს სრულიად საქართველო. ყოველი ქართველი ვინც მას გვერდში დაუდგება. ეხლა რაც შეეხება სახელმწიფო ცვლილებებს. ჩემი სუბიექტური აზრია, რა თქმა უნდა, რომ ეს დაატრიალდა შოური ხელისუფლების კარუსელი. მე ასე ვფიქრობ, რომ ეს სამზადისია არჩევნებისთვის ალბათ იქაც აპირებენ დატრიალებას კარუსელის და დაყალბებისთვის, რა თქმა უნდა, ეს ახალი მინისტრი რო გამოადგებათ და გაყალბებას ალბათ მოყვება საპროტესტო აქციები, უკვე ხალხი ისია აღელვებული და ისია მომზადებული უკვე გამარჯვებისკენ, მერტმა დაიფაროს ეს, რომ არ მოხდეს, რომ გამარჯვება არ იქნეს კოალიციისა. ალბათ უკეთესად ამათ დავალებას ვერანაირ შეუძლებს, როგორც ახალაია. მე ასე ვფიქრობ, ალბათ ამიტომ შეცვალეს და ღმერთმა დაგვიფაროს, გვაშოროს. ესენი ჩვენები არიან და ღმერთს ვთხოვ, რომ მოგებოდნენ გონს, სინანულში ყოფილიყვნენ. მოიმანებიოთ ეს სისხლის ღრა ხალხის რომ ღვთის წინაშე მონანებული წარდგენ, როდესაც დადგება მათი დრო და აქაც დაუდგენ ქართულ ხალხს გვერდში. დიდი მადლობა ქალბატონო, ძალიან დიდი მადლობა თქვენი ნამდვილად კარგი სიტყვებისათვის, მოწოდებისათვის. დიდი მადლობა რომ ორივე მხარეს მოუწედოთ, რომ ყველაფერი ნორმალურად ჩატარდეს და არ მოხდეს საიმე ექსცესები. გისმენთ მაყურებელია კიდე და მოусმინოთ. გისმენთ. კი ბატონო, გაიჩშა, მე მგონი დროც საკმაოდ კი ბატონო, ძალიან ქალბატონს შევეხმიანებოდი. რა თქმა უნდა, ქალბატონო და საერთოდ ძვირფასო ტელემაყურებელო, ყველაფერი რაც ტკივილი გვაქვს თვითონ ჩვენგანს და ამ ტკივილის მოშუშება ჩვენი ერთობით მოხდება მხოლოდ და არა მხოლოდ რომ ჩვენ ვიღაცას გვერდში დაუდგეთ, არამედ ჩვენ გავერთიანდეთ, ერთმანეთს ამოვუდგეთ გვერდში და საერთოდ ეს ყველაფერი დიდი მიზანი ყოველთა ქართველა ერთნებობითა და ერთობით მოხდება და საბოლოო ჯამში ჩვენ ალბათ დადგა დრო ქართველებმა მივიღოთ ის, რისი ღირსით ჩვენა ვართ, ჩვენი კულტურის, ჩვენი წარსული, ჩვენი სახელმწიფოებრივი ზერს რომ ეკადრება და ეს მოხდება მხოლოდ ჩვენი ერთობით. ამიტომ მოგიწოდებ თითოეულ თქვენგანს, გადავხედოთ ვის რა უკეთებია, არა მხოლოდ პროგრამებით, არა მხოლოდ დაპირებებით. ძალიან ბევრი დრო იყო, 9 წელიწადი, 8 წელიწადი იმისათვის, რომ ორჯერ დანაპირები ორჯერ მაინც აღესრულებინათ. კიდევ დაპირება აღარ გვინდა. ცოტა მოვიხედოთ იქეთკენ რა გაკეთდა ამ დაპირებების მიღმა და დავინახოთ ის პროგრამა, რომელიც მოდის ახალი გზა, ახალი პოლიტიკური ძალა დაპირებების გარეშე რა უკეთებია ყოველთა ქართველთათვის, რა უკეთებია სრულიად საქართველოსთვის. არჩევანი ჩვენზეა და სწორი საღი არჩევანი იქნება ის, რაც გადაარჩენს ხვალინდელ საქართველოს. მაყურებელი ყავს კიდე და გისმენთ? ალო. დიახ ბატონო. აი მე ძალიან დიდი პატივისცემი თქვენს მიმართ, ძალიან დიდი პატივისცემი ივანიშვილის მიმართ. აი მაგის ნათქვამი ყველა მიტინგზე, ყველა საკითხში არის სწორი და მისაღები და ძალიან
უტირო კაცი უნდა იყო რომ ეს ვერ გაიგონა. მე ერთი რამე მაქვს თქვენთან შეკითხვა. ივანიშვილთანაც და თქვენთანაც. აი ეს ხელისუფლება. აიღებს თეთრ ქაღალდს საარჩევნო კომისია და დასწრებს და აი ამას ვერ ვიმიხებ. კიდევ არ გააყალბებენ კი ბატონო მოგახსენებთ ხალხი რა თქმა უნდა მისცემთ ხმას ვიძინა ივანიშვილს მაგრამ ესენი გააყალბებენ მოგახსენებთ აი ამაზე ძალიანად თქო ვისხრათ როგორ ამ შემთხვევაში კი ბატონო მე მინდა გთხოვოთ თქვენს და აბსოლუტურად სულ ყველას მთელ საქართველოს მთელ მოსახლეობას ვისაც კი ქართული ოცნების ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჯერა და უნდა რომ მას მიცეს ხმა მე მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ დიდი რესურსი და დიდი ძალა არსებობს. არსებობს წარმომადგენლები კომისიებში, არსებობს კომისიის წევრები კომისიებში. ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, თქვენი მხრიდან, საზოგადოების მხრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არ მივცეთ საშუალება არავის, რომც მოინდომონ ამის გაყალბების შესრულებისა და გაკეთებისა. არ უნდა მივცეთ არავინ ამის საშუალება. ჩვენ ნოვიტყვით იმას, რომ აი თქვენ როგორ დაიცავთ. ჩვენ კი არ დავიცავთ. მარტო თქვენ კი არ დაიცავთ. ჩვენ ყველამ უნდა დავიცვა და ყველამ ერთად თვით შეგნებით, ერთმანეთის დახმარებით, ერთმანეთის გვერდში დგომით, საკუთარი რწმენის გასატარებლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ არავის არ მივცეთ იმის საშუალება, რომ რაღაცა მრუდეგზით წავიდეს. კიდევ ლაპარაკობ, ამდენი დამკვირვებელი იქნება, ამდენი კომისიის წევრი იქნება, ამდენი არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება. თუ ყველა თვალი დახუჭა ჩემო ბატონო, მაშინ ჩვენი ყველას ბრალი ყოფილა. არ უნდა დავხუჭოთ თვალი და ნამდვილად ვერ მოახერხებს ვერავინ გაკეთება. როგორ გონიათ ახლა 10 და 15 კაცი რო ვიქნებით ოჯახში და ამ ოთახში და ამ ოთახში 5 ესე ვთქვათ ბოდიში ჩვენიანი არ უნდა ვთქვა, მაგრამ დაუშვათ დაახლოებით 5, 6 არასამთავრობო და დამკვირვებლებთან და 7-8 იქნება ობიექტურობის მომხრე. როგორ შეიძლება მან თვალი არ უნდა დახუჭოს და ვერ დაინახოს თუ რამე გაკეთდება. აქედან გამომდინარე, თავიდან იხილის ნუ დავთესავთ და ნუ ვიტყვით, რომ მაინც გააკეთებენ, ვერაფერს ვერ მოვახერხებთ. ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს, თუ ყველა ფხიზდათ ვიქნებით. თუ არ ვიქნებით ფხიზდათ, რა თქმა უნდა, ყველაფერი შესაძლებელი იქნება, მაგრამ დღეს აღარ არის უკვე ის დრო. დღეს უკვე ძალიან გამოფხიზლებულია საზოგადოება. დღეს ძალიან ბევრი ცუდი ვნახეთ ჩვენ აგერ ეგვიპტის მაგალითები, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები. არ გვინდა ჩვენ ამ ანალოგიური რო მოხდეს ჩვენთან. ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი გასაკეთებელი. ჩვენ ურაზოს ნუ გვექნება იმის იმედი, იცით ხანდახან იძახენ ხოლმე. აი ჩამოვიდე ახლა ქალბატონი კლინტონი და ახლა ამას იზამ და იმას ეთქვის და ამას ეთქვის. არავინ არავის არაფერს არ ეთქვის. ყველამ უნდა გავაკეთოთ ის და არჩევანი ქართულმა ხალხმა უნდა გააკეთოს. არავითარ შემთხვევაში ჩვენი ბედი სხვა ქვეყანაში არ უნდა გადაწყდეს. ჩვენი ბედი ჩვენთან უნდა გადაწყდეს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი ის, რისიც სურვილი გვაქვს. იმას მივცეთ ხმა და ის დავიცვათ კიდევაც. თუ ესე ვილაპარაკეთ, რომ იცით რა, ისინი მაინც გააკეთებენ, ეს არა, ეს ცოტა ისეთი აი მაგარ ჩემთან ალბათ უპეიწურება დრო და უპეიწურება ნახევარი წუთი დარჩენია. და ჩვენს ტელემაყურებელს მიმართოთ, რომ 2 წლის განმავლობაში ხშირად ვიდექით არჩევნების წინაშე, არჩევანის წინაშე, მაგრამ ყოველთვის სწორი არჩევანი როდი გავაკეთეთ და მოვიმკეთ რა ის ტკივილი და სიმწარე, მოდით გავითვალისწინოთ ყოველივე ეს და აი ახლა გავაკეთოთ სწორედ სწორი არჩევანი, ისტორიული არჩევანი, რომ ჩვენ ქვეყანას ეს ყველა არჩევნების დროს, ყველა გამარჯვებული პარტია და ყველა გამარჯვებული პრეზიდენტი ღებულობდა 70-75%. ნუ ახლა ხარ შეიძლება 80% ვიღაცას გაეყალბებინა რა. შეიძლება 10-20% იყო გაყალბებული, დიდი ციფრია ძალიან 30. ბატონო, ამიტომ არჩევანში, ჩვენს არჩევანში. ჩვენშია საქმე, ჩვენ უნდა ვიდგეთ, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი. თუ ჩვენ არ გავაკეთებთ, ჩვენ თავს დავაბრალოთ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას უყოლებს კარგად გავაკეთებთ და ალბათ არ ვიცი. და ეს იქნება ისტორიული არჩევანი. ქართველი ერის, ქართველი ხალხის, ქართველი სახელმწიფოებრიობის. ძალიან დიდი მადლობა იმისათვის, რომ გვიყურებდით და დიდი მადლობა. დიდი მადლობა კოლექტივს, რომელსაც ესე გაგვიზრდა ამდენი მაყურებელი შემოუშვა ჩვენთან.